გაეროს სტოლთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის სესიაზე დავით დარახველიძე სიტყვით გამოვიდა მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობაზე ისაუბრა. საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადასაჭრელად დარახველიძემ უმაღლეს კომისარიატს ფინანსური დახმარების გამოყოფას თხოვა. საქართველოს სტოლთა და განსახლების მინისტრის ვიზიტი ჟენევაში გრძელდება. ოფიციალური შეხვედრები ხვალ გაეროს უმაღლეს კომისარ ანტონიო გუტიერასთან და ევროპის ბიუროს დირექტორ ვინსენტ კოშეტელთან გაიმართება. ვისაუბრეთ ჩემს გამოსვლაში საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობის შესახებ და იქ შექმნილი და ბოლოს გამწვეული ვითარების გამო მართულ ფრთებთან დაკავშირებით რომ იქაურ მოსახლეობას იძულებული ხდება დატოვოს თავისი სახლკარი. აღნიშნე რომ კარგი იქნება თუ საერთაშორისო თანამეგობრობა მკვეთრად დააფიქსირებს თავის პოზიციას და მიიღებს ზომებს იმისათვის რომ შეაჩეროს ეს პროცესი მართულ ფრთების გავლების.